გარეთ გამოვიდ გოგოებო. ეხლა მივდივარ სუფთა სახლში და ბიბლიოშიც მივდივარ, რაღაცა წიგნი მაინტერესებს. უნდა გავიგო. აქ არის ბიბლიოში ჩვენთან ახლა. შორს კი ამომიწევს დასვლა. აბა აქვია მარცივა ძალიან. ხვალ გაზაფხულის პირველი დღეა. ჩემო გოგოებო, ხო გვიყვარს გოგოებს გაზაფხული ძალიან და პირველი დღეა გაზაფხულისა მარტი. ჩვენი დღე, ჩვენი თვე. ჩვენი თვე ქალების თვე, ჯერ სამში დედების დღე, მამას ქალთა დღე და ეხლა წავიდა ჟანიკო და თავის თავს საჩუქარი უნდა გაუკეთოს. ავიდეთ. აბა ისე ამიღებ ხოლმე ვიდეოს მე. ხშირად გარეთ და მაინტერესებს. როგორი გამოვა. გამიმომაქთან და ჩვენთან ახლო კი არ არის მადულნები. ჩავაგდო. ხელი ლაპარაკობ და ჩათული არა მაგ კამერა და რამდენი ხანი ვატარე ეს და გავინე დაიცოდეთ. აი ხარი უნები. კაია გარეთ გოგოებო, საერთოდ არ ცივა. ცოტათი ქარია, მაგრამ სიცივი არ არის. გუშინ ძალიან ციოდა. ბედა. რა იყო სადგეჩქარება. შევიდე ესე იგი მაგნიტში, მაგრამ ჯერ იქით წავიდეთ. პრექსპეში წარფას და კლებები დეკორატიულ კოსმეტიკას, მაგრამ ესენსი არ მინდა. ესენსი არ მინდა. ახლა მივდივარ მეორე სუფთა სახლში. აი აქეთ ჩვენსკენ. ანუ ის არის ქვემოთ, ახლა სადაც ვიყავი. ხო და ეს უფრო ახლო რომელიც არის. აქ სპეციალურად არ წავედი, იმიტომ რომ ანუ აქეთ უფრო მგონია რომ არ იქნება ფერები და რაღაცა იმისი ამოყიდული იქნება უფრო პროდუქცია. მაგრამ იქაც არ იყო. ფერის მე მინდა. პომადა იყო, რა ფერიც მინდა და ტონალურიც ისეთი არ იყო, როგორც მინდა. ერთი სიტყვით რა. ნახოთ აბა აქ. რა მშვიდობის, როგორ ხართ ჩემო გოგოებო? გაზაფხულის პირველი დღეა. გილოცავთ. ჩვენი თვე დაიწყო. მარტის პირველი დღე, პირველი მარტი. გილოცავთ ყველას. და ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ რომ ამ თვეს ჩვენთვის მოეტანოს ჩვენთვის სიხარული, სულ კარგი ამბები და ბედნიერები ყოფილიყავით გოგოებო. შვილები კარგად ყოლოდეს ყველას. თავარი ეს არის.
ჯანმრთელები ყოფილიყავით პირველ რიგში და მე უკვე გისურვებთ თქვენი მიზნების ასრულებას ყველას. მიყარხართ ძალიან. ეხლა გითხრათ, ახალი ტონალური მისვია. გუშინ ხო წავედი სუფთა სახლში და ვეღარ გადავიდე ბოლომდე ვიდეო, ჩაგისვავთ იმ ვიდეოს გარეთ, რომ გავედი ცოტა გარეთ გადავედი, პატარა ვიდეო. ესეთი რაღაცა დამემართა. მოვედი სახლში, მერე გიამ ნიკა წავიდა ვარჯიშზე და ძალიან ციო და ღამე წავიდა რა გვიან. ძალიან გვიან წავიდა. უკვე მაგრად ბნებოდა, ხო და ამოვიყვანოთ მეთქი ნიკა, იმიტომ რომ ციოდა ძალიან და შესცივდება მეთქი და კაი ამოვიყვანოთ ოგიამ და წავედით და ტელეფონი დავტოვე მეთქი მივირბენ და მოვიფიქრეთ უცბად რომ წავსულიყავით ქალაქში. შემოგვატარა მთელი თბილისი და ტელეფონი სახლში მქონდა, ვერ გადავიდე ვიდეო. გული დამწყდა ძალიან, მაგრამ არა უშავს. ესე უნდა მომხდარიყო არქოს, ამაგირო ერთად ვილაპარაკეთ. ძალიან კარგი იყო, აიყავა ეს ხამაკ. გიაც სახლშია, ორი ჭიქა გავაკეთოთ. და ეს არის მოკლე მაიკა. სახლში თბილა, გარეთ თოვს. ეხლა გაჩვენებთ, როგორი ამინდია გარეთ. უიგა და იყო არა, თოვს. კამერაში ხა ისი არ ჩანს. ვერ აღიქვავს ისე კამერა. როგორც სინამდვილეში უფრო მაგრად თოვს თითქოს. ხო და ესე. პომადა იმიტომ არ მისვია, რომ თქვენთან ერთად უნდა წავისვავ. ვიყიდე გუშინ. პომადაც. პომადები. ჩემ თავს გავუკეთე საჩუქრები, გოგოებო. თქვენს გავუკეთეთ თქვენ თავს საჩუქრები. აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ხოლმე ჩვენ თავს საჩუქარი. აუცილებლად. დიახ. არ გეგონოს რომ მარტო სხვა უნდა გაჩუქოს. შენ თავს შენ თვითონაც აჩუქე. არავის დაელოდო. ასე ვთქვათ, არავის დაელოდო. როგორ მოგწონთ ჩემი ტონალური? Maybelline-ის ტონალურია, ძალიან თხელია. გიასვეუნები არ არის მეთქი, კაი და მაინც იყო კაიო სულ რომ გადაგდიოდაო კურტკაზეო, მართლა ჩემი იმის რაც მქონდა ფაბერიკისა, მოკლედ დამტანჩა. მართლა ძალიან გადადის. ძალიან კარგიაო. შვენიერიო ესო და ეს მართლა არ გადავა, იმიტომ რომ ისეთი თხელია. რავი, თითქოს ფარო არა აქვს მეთქი და ფაროაც აქვს, ნორმალურია, კარგია, უეწონა. ტელევიზიით არაფერია წამისვია, მას ნორმალური გადავისვი. ორი წვეთი. რავი, ფერი ჩემი ახლა, ფერი ავარჩიე და ის სტრუქტურა ეხლა იქ არ გასინჯინებენ, არ შეიძლება. ისე ეგრე არ შეიძლება რა. ტესტერები უნდა გქონდეთ, რომ გასინჯო, ფულს რო იხდი ხა, ხო და გაიგო რა სყიდულო კაცო, როგორ შეიძლება ისე. ისეთი არ არის ახლა რომ ვერ ვიხმარო. ეს. რავი, აი, მიშანს ესენი. მაგრამ მაგას უკვე ისინი უნდა, მე ხო ძალიან მსუბუქად ვისმევ გოგოებო რა, მსუბუქად. ცოტა იმის დამცავი მზისგან და ტონალური. რავი, რეებს აღარ ისმევენ, კორექტორი, ეს, ის, ჯერ უნდა დაფარონში გინდა მთელი ამბები და ხამელი არ ისმევ და იმიტომ. რაღაცაც ჩვეულებრივად. რავი, არაფერი არა გაქო და ისედაც არ მქონდა არაფერი მეთქი, იოს ვთქვა. ჩვეულებრივად როგორც ამაქვს ხოლმე, რომ დავისმევ ტონალურს დიდი ის არ არის. მაგრამ იმედენადო არის მიჩვეული, რომ
რასამով მე თუ დილით არ წავისი დონალური გარეთაც ვერ ყავარ. ესე. ძალიან ვარ მიჩვეული დონალურს. ეს გიჩვეულოთ შაქარი. შაქარი არ მინდა. როგორ მიხარი? რა კახასიეთია. დაიწყო მარტი და თქვენი თვე დაიწყო. გიამ უნდა მომილოცო. თქვენი თვე დაიწყო და დილით და ნახე როგორ მოიცადე როგორ მოიგროვლა. თქვენსავითო. სამაგიეროდ შეიძლება უთხრა გამოანათოს მეთქი. ეგეც კარგია და მე თოვლი დაიწყო. თოვლი კი არ იყო დილით. ან მოღრუბლული იყო და უცბად დაიწყო თოვლი და ეხა გადაიღო. გია შეიძლება ეხლა მზე გამოვიდეს. ელოდე შეიძლება მზე გამოვიდეს ეხლა. დილით იყო მოღრუბლული. მერე დაიწყო თოვა და ეხლა გადაიღო. ეხლა მართლა შეიძლება გამოვიდეს მზე. ეს თები ვართ საყვარლები. ატუხდეს გაჩვენებთ ახლა ჩემ ნაყიდობებს რა ვიყიდე გუშინ სუფთა სახში. ხო მოგიყევით ორგან ვიყავით ჯერიქ ჩავედი ქვემოთ. მე აქ ამოვედი, იმიტომ რომ ფერები ვერ ვნახე. აქაც ვერ ვნახე, ზუსტად ის ფერი რაფერიც მე მინდა, სად ვიპოვო გოგოებო არ ვიცი. იცით როგორი ფერი პომადა მინდა. მე მინდა მოვარდისფრო იისფერი. ხო ხვდებით. ვარდისფერი იისფერში რომ გადადის ეგეთი პომადა მინდა. ეხლა გაჩვენებთ რანაირი ვიყიდე, არ არის ეგეთი. ერთი ვიყიდე წითელი, ერთი ვიყიდე მაგფერი. მაგრამ არ არის მაგფერი. რაც მინდოდა ის არ არის. აბა, ეყოფ ამას. წავედით ლაიქით. წავედით. და ამას ეყოფა შაქარი? ერთი კობზი ეყოფა კაცო, რამდენი უნდა? აიმე, შაქარს ვიღარ იყრის ყავაში და ჩაიში ხარ, ხო არა, მგიას გადაყარავინ აბარდასში. აი მოვედი. ეს არის ჩემი სარკე, რომელიც შემამულმა მოსკოვიდან ჩამომიტანა. ეს ნინო მიყიდა გია. ია. როგორი მძიმეა. ფიქს პრაისში წერი თუ გინდათ. ესეთი მძიმეები კარგები. ნახე იმ დღეს შევამჩნიე. აი, აქაც ლამაზია, ძალიან მიყვარს ეს სარკე. თან ნინოს ნექქარი როა იმიტომ. ეხლა გაჩვენოთ. აი ეს ტონალურია. აი ეს და არის 03 ფერი. ფერი მომწონს ძალიან. ეხლა ისიც არ წავისვი კარგად ნახეთ. რუმიანა ცოტა გადავისვი რა. და ესეც ძალიან ცოტა წავისვი. მე მგონი რომ ცოტა მეტი უნდა. კიდე აი ესეთი ფანქრები ისინი პომადები ვიყიდე. ეს არის არ ვიცი რა ქვია, არ ვიცი ახლა. არის გადადის ფერი, ესეთი მინდოდა. მთელი დღე რო გესვას, გესმევა. საღამომდე. აი ნახეთ როგორი ფერი ვიყიდე. ეხლა ეს არ არის იესამნის ფერი. რაც მინდოდა. მოვარდისფრო იესამნის ფერი მინდოდა და ეგეთი არა. ამას ქონდა 1+1, ერთს რო იყიდები 19 ლარი ის ოღონდ ერთი ცალი. მეორეს გჩუქნიან. ეს მეორე. წითელი ხო იცით მე როგორ მიყვარს და აღარა მაქვს წითელი პომადა. და ვიყიდე. ეს იშვიათად. რა თქმა უნდა. იშვიათად რო წავისვა ხოლმე. ეხლა ესეც 1+1-აო მითხრეს, მაგრამ ბოლოს მომეჩვენა რომ ბევრი გადამახდე ინის. 60 ლარი გადავიხადი ამ ყველაფერში გოგო და
მეოთხარი რანაირად არის მეთქი 1+1 მეთქი გადავიანგარი შეუსწავლად გონებაში და უნდა გადამეხადა მე 54 ლარი უნდა გადამეხა არა 12 ლარი ხო და მე დაიბნენ ეს თქვენი ბრალი არ არის მეთქი მაგრამ აი სწორად დააწერეთ მეთქი კაცო იქო სხვანაირად ანგარიშობსო ეგ არ არის თქვენი ბრალი მესმის პროგრამა სხვანაირად ახლებსო და იქ სხვანაირად უწერიათ მოიცადე ერთი უნდა გავარკვიო მენეჯერი გამოვიდა და მეც მაინტერესებსო ეხლა ზოგი ისე წივის ხოლმე მაღაზიაში და კივის ამ ესეთ პრობლემებზე მე მიმუშავია ვიცი ეგ ყველაფერი და ძალიან უხერხულ რამაზად ათავს რა საყვალები ვართ გოგოებო ეხლა უნდა გაჩვენოთ კაცი გია რა საყვალები ვებო აი უყურეთ ესეთ საყვალელი ბუნება გვაქვს ეზავთ მაგრამ ზღაპრული ისა ზღაპარია როგორი ფიფქებია დედა აი რა თვი არის აი ჩვენი თერო დადგაეგრე გალამაზდა სამყარო და გალამაზია რა ვიცი რა გამორთული ყოფილა ტელეფონი და ვლაპარაკო მიყარები ვლაპარაკი არც მახსოვს ხო ის თქვი მგონი გოგოებო რომ აი ეს ფანქრები ბოლოს რო ვკითხე რომ რატო არის მეთქი ზედმეტი რატო გადამახდეინეთ მეთქი გამოვიდა მენეჯერი და მეც გამიკვისდაო რა მიკვისო და მოდიო გადავატარებ თავიდან და გეტყვიო და რო გადაატარეს თავიდან ამას არ აკლდება ორი ერთნაირი უნდა იყო რა დააკლდესო და ძვირიანი ფანქარია 12 და რაღაცა ერთი ცალი და ანუ არ დააკლდა რა და თუ გინდაო დავაბრუნებო და მე ვიცი ეგ ყველაფერი რასაც ნიშნავს უმუშაობდი იქ და ზოგი ისეთ წიოქს ატეხავდა მანდ მაგრამ უბრალოდ დამაინტერესდა რატო ეხლა ამდენით მეც რატო მახდეინებთ არ არის მეთქი პრობლემა რო გავარკვიე ეხლა წამოვიდე რა რაც ვიყიდი ავიდე და წამოვიდე ეხლა გიამაც ილაპარაკა რაღაცეები და twiggy era sambuti რას ვამბობდი ბრანჭი ქალების ბრანჭი თუ დაიწყო ეგ თქვა ხო შენცი ბრანჭები და გარეთ მარტი ბრანჭები ახლა ნაზი პიპკებით ხო და ბრანჭი თუ დაიწყო ბრანჭი ქალებისო ხოდა ის გამახსენდა რომ იმდენად მნიშვნელოვნები ხართ სამყაროში დედამიწაზე მამაკაცებისთვის შეუძლებელია ქალების გარეშე ცხოვრება და პირველი ისტორიაც ძველ აღთქმაში მაგითი იწყება როცა ღმერთმა შექმნა ადამს ყველაფერი ქონდა ხო ყველაფერი ქონდა და მოწყენილი დაინახა ღმერთმა ხო და მე წერია რომ დააძინა ამოიღო ნეკნი და მისგან შექმნა ქალი და იმის შემდეგ ადამიანი ანუ კაცი ქალის გარეშე ვერ აცხოვრობს ყველა ეტაპზე მონაწილეობს ქალი ჯერ დედის როლია მერე მეუღლის როლია რა თქმა უნდა შუალედური ისიც კი არსებობს აი დააყავს ხო სხვა ფენომენია და ხო ანუ იმდენად მნიშვნელოვნები გახდით ჩვენ ცხოვრებაში რომ წარმოუდგენელია უბრალოდ სამყარო სხვანაირი იყოს იყო სამყარო ასეთი როცა ქალი არ არსებობდა და ვერ აიტანა კაცმა რომ ადამმა ეს მდგომარეობა ესეთი ხო ყველაფერი ქონდა ყველანაირი საკვები ყველანაირი ცხოველი სახელები დაარქვა ეთამაშებოდა ერთობოდა ალბათ იქ ჩანჩქერიც იყო 64-დან 4 მდინარე გამოდიოდა და რა ყველაფერი იყო რა საუკეთესო ხო მაგარი ლამაზთოლი მაგრამ ვერაფერმა ვერ შეავსო ეს სიცარიელე ვერა აბსოლუტურად
იმიტომ რომ ეს ნამეტანი სიმშვიდეც ეთყობა აღარ მოეწონა და მარტისთვის მოენატრა. მარტი მოენატრა, სულში მარტი იყო და გარედან ვერ იღებდა ამას და ღმერთმა შეუქმნა მარტი. ქალის სახით. ნერვებსო გიშლით მე იმ სიმშვიდის იმას გრძნობთ უკვე. ოწყნარდებით მერე. ხო, ფასიგებთ რა კარია. შემოგვეხურა ხოლმე. არავინ მოგიშალა ეხლა, რა თქმა უნდა მოიწენა ბარა. არ მოიწენა. ხოლოდ ჩინელებს რო აქვთ ის სიმბოლო. ინი და იანი ხო იცი ჟანა, თეთრი შავი როა. აი ესე განსხვავდებიან ქალი და კაცი. მაგრამ ამ სიმბოლოში როგორ არის ერთმანეთი ჩახლართულია ეს? უსასრულობის. ხო. და ერთი წინწკალი თეთრშია შავი და შავ მხარეს ერთი თეთრი წინწკალია. იმიტომ რომ რაღაც საწყისები ჩვენში ცადეებს ქალის და თქვენში კაცის. იმიტომ არის რომ მე გენეტიკურად ხან რაღაც პრობლემები რო არის ხმა აქვს კაცური ქალს, ან ზოგ კაცს ხმა აქვს, ან სინაზი აქვს, რაღაცა დოზები ორივეში არსებობს. და ერთმანეთის გარეშე ეს სამყარო წარმოუდგენელი არის. ასე რომ ძალიან ძვირფასები ხართ. მართლა. თქვენც ძვირფასები ხართ გია. ქალიც კაცის გარეშე ხო ვერ აძლევს. ვერა. მაგას ჩვენ ვერ აუგზნობთ იმდენად. ხო. ჩვენ რასაც უგზნობთ, იმას ვამბობთ. იმიტომ რომ ქალი მაინც სუსტია და ვიღაცისგან სჭირდება დაცვა. შვიდად რო იგრძნოს თავი. დაცულად რო იგრძნოს, შვიდად რო იგრძნოს, სიყვარული ჭირდება, რა თქმა უნდა. მარტო ეგ არ არის, მე მგონი ჟანა. იმიტომ რომ ზოგი შეიძლება კაციც იყოს ძალიან ნაზი და დაცულად შეგრძნება არ აქონდეს რა ვიღაცის ხო და ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ უნდა აიჩიო ისეთი, რომ დაცულად იგრძნო მასთან თავი. ან შეიძლება ქალი იყოს და იმდენად შემტევი და ის სულ არ ასჭირდება მამაკაცის რომ დაცულად იგრძნოს თავი. სხვა რაღაც ფენომენიც არის, მაგას ვგულისხმობ. შესაძლოა, მაგრამ დაცვა ყველა ქალს სჭირდება გია. იმიტომ რომ ამ ძალიან ესეთი ქალების რო არიან ხოლმე, ხო იცი, მართლა. მაინც იქ ქალური ის არის. შინაგანი ბუნება. ქალია რა, ქალია და. მერე რა რომ მაგარია. მერე რა რომ შემტევი და ძლიერია. ძლიერები არიან ხო ქალები. უფრო გამძლეები არიან ქალები. ძლიერები კი არა, ამტანები. ხო, თუნდაც ავანტყოფობის მიმართ, თუნდაც პრობლემების მიმართ, ხო, კაცი უფრო ანუ რავი, შეიძლება კი ჩვენ სიტუაციაში აიგრო, რომ შენც ჭირდება ხოლმე უფრო მეტად ალბათ მე მამხნევებ და გორჩი მიდგი ხარ, მაგრამ შენც ჭირდება ხოლმე ჩემგან გამხნევება. ხო? საერთოდ ადამიანი ეგრეა შენ მოწყობილი. რკინა რკინას ლესწავსო და კაცი კაცო, ხო იცი? მე ვიცი ოჯახები რომ გარეთ გადის. კაცი ცოსე ხლეს ერთა ელაპარაკება რა. და შენ კიდე დილით მითხარი რომ ჟანადექი ყავა ერთად დავლიოთ, ხო? ხო მითხარია. გაიქცევა კაცო რა ყავა რა. რა ცოლი. ადგება გავარდება წავა. ნუ ახლა თუ ურთიერთობაში უკვე პრობლემები აქვს, ჯანა რა თქმა უნდა აღარ აქვს სურვილი, ხო? ეგ მაგიტო ხდება. ზოგი ვერ ალაგებს ამ სიტუაციას. ან ძალიან ბუნება აქვს ფიცხი, ან სტერეოტიპები აქვს, რომელიც დასამსხვრევია, რომ აი ქალმა რა უნდა მითხრას და ხო ხდები არა,
არის რაღაც ესეთი კატეგორია აზროვნების ხალხისა, რომელიც რაღაცა მიაჩნია, რომ რაღაცა ესე უნდა იყოს თავის გადასახედიდან. და უკვე აღარ აინტერესებს ახლა ის გონიერი არსება არის, თავისი აზრი გააჩნია, რამე ბრძნულს ამბობს, ქალია და მორჩა. მაგარა უნდა მითხრას, მაგარა უნდა მირჩიოს. ბევრი არ უნდა ალაპარაკო, გაბლატავდება და რა ხო ხდები არა ესეთი კავკასიური რაღაც ისინი. გამოქვაბულის პერიოდის ისინი გადმონაშთები არსებობს ისევ ხალხში. არა და თავიდან როგორ იყო? ძალიან ძვირფასი ურთიერთობით იყო ეს ყველაფერი შემკობილი, ხო? თავისი ადგილი მიუჩინე და არა. ხო. 64-ში ეგრე სად იყო ქალი ხარ და გააჩუმე ეკრძელინა ნუ გააკ და ესეთი ლაპარაკი ხო არ იყო რა. დიდი სიყვარული და ანუ როგორ არის იცი აი ერთმანეთის გარეშე იმიტომ არის წარმოუდგენელი ქალისა და მამაკაცის შანა რომ ასეთი აღწერილობა რომ ერთმანეთს ავსობენ. აი პაზლი წარმოიდგინე ხო პაზლი რაღაც სურათია და რაღაც ოდენობის ფირფიტები ის კუბიკები შენახარ და რაღაცა მე სიტყვაზე და ცალ-ცალკე არაფერი არანაირი სურათს არ წარმოადგენს ცალ-ცალკე ეს დეტალები თუ ერთად არ ააწყე და მთლიანი სურათი არ გამოვა აი ესე არის ერთი მეორეს ავსობს აი ესეთი ფენომენი შექმნა ღმერთმა რაც ჩვენ გვაკლია თქვენშია რაც თქვენ გაკლიათ ჩვენშია მამაკაცებში და ერთად როცა ერთდება ეს ყველაფერი როგორც აღწერილია ერთ სხეულად იქცაო აი მაშინ არის სრულფასოვანი იმიტომ გძნობს კარგად უკვე ადამიანი თავს თუ რა თქმა უნდა ალბათ ვერ აყოლობენ ხოლმე თავის ადამიანს კი მაშინ იქია ხო ესე რომ ვთქვა ვერ აყოლობენ იმიტომ რომ ძირითადად ესეთი ოჯახები ხო არ არიან აი ჩვენ როგორც მეგობრობთ ერთად არ არიან გია ერთი გარბის ძმაკაცებში დასალევად მეორესაც თავის საქმე აქვს რა ვიცი ან მუშაობს ან შვილებს აზრდის და ესე იმიტომ რომ არა აქვთ ის ჟანა ცოდნა არავინ არ ურჩია როგორები უნდა გამختარიყვნენ ოჯახში როცა ქმნიდნენ ოჯახს ადრე ესეთი ილუსტრაცია ვნახე რომ 5 წლის გოგო და ბიჭი იდგნენ და ამ ბავშვს 5 წლის ბიჭს ეცვა ზრდასრული მამაკაცის შარვალ კოსტუმი ხო წარმოგიდგენია რა სასაცილოდ გამოიყურება ჯერ ტოტები აი იქ მიდიოდა ხო და ქალს საქორწინო ისე გოგოს საქორწინო კაბა რომელზეც ზედ იდგა და დანარჩენი კაბაც იქით იყო გაშლილი და ასეთი კომენტარი ჰქონდა ამ ფოტოს რომ აი ასე გამოიყურებიან ზოგი ვინც ქორწინდება ანუ მზად არ არიან ჯერ ბავშვები არიან აზროვნებით ტანით კი დიდები არიან უკვე და იმ მაგრამ წარმოდგენა არ აქვს და გადაახტი რაღაცნაირად არ მიპასუხე და აბა ერთი მიპასუხე მაგ თემაზე იმიტომ რომ ბოლომდე თითქოს მეც არ ვეთანხმები მაგას რომ აი შენი ადამიანი არსებობს სამყაროში სადღაც არა ასეთი არა შენ ადამიანს რო შეხვდები всё პრობლემა აღარ გექნება ეს ამას მეც არ ვეთანხმები ხო მგობენ ახლა იმიტომ იქნება გიას მიდგომა რაღაცა სხვანაირი ნახეთ ვიცი რო არ ეთანხმება მაგას სხვანაირი როცა დაიწყებს ამ საქმეზე მუშაობას უცოტა განსხვავებული იქნება ყველა მაგას ამბობს ყველა ფსიქოლოგი ყველა კოუჩი რომ არსებობს შენი ადამიანი სადღაც არსებობს გია და იმას უნდა შეხვდე წადი ეძებე ახლა მთელ დედამიწაზე სად არსებობს და თუ იმას შეხვდები всё რა აწყობილი გაქვს ცხოვრება მეც არ ვეთანხმები მაგას რა ვიცი არა აი გეტყვი ჟანა ხო მითხარი აი ერთი მაგალითით დავიწყებ რომ ერთმა ესეთი რჩევა მისცა როცა დაოჯახებას ფიქრობდა რომ ვინც არ უნდა ეძებო რანაირი ადამიანიც არ უნდა იყოსო გახსოვდესო რომ არასრულყოფილი ადამის შთამომავალია ხო ანუ სრულყოფილი არავინ არ არის ამის ხაზის გასმა უნდა ამ ფენომენზე სრულყოფილი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს
რაც იმის ალბათობას ზრდის, რომ რაღაც ან გაუგებრობა იქნება, ან პრობლემა იქნება, ხო ასე არასრულფასოვანი თვისებების ადამიანი ყოველთვის რაღაცას შეცდომას დაუშვებს. მაგრამ ზოგს მართლაც უჩხუბი აქვს, გიო. და გამიჩხუბობენ. ერთად მოხდებიან თუ არა ვსიო, ომი არის იქ გაჩაღებული და კი ბატონო. ზოგის შემთხვევაში ესე არა. რატო ხდება მე იცი? რატო? იმიტომ რომ ისინი ებრძვიან ერთმანეთს ნაცვლად პრობლემისა, რაც იწვევს მათ შორის უთანხმოებას. ანუ ომი მეუღლესთან კი უნდა გააჩაღო, ომი უნდა გააჩაღო პრობლემის წინაშე, რომელიც იწვევს აი ამ ომს. აი ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. ხო? და ადამიანები კიდე არასწორად იბრძვიან ამ სიტუაციაში, ერთმანეთს ებრძვიან. იმას ებრძვი, ვინც სიყვარულით მოიყვანე, ხო? მაგრამ ზოგჯერ ემოციების მართვა არ არის გია, ეგრეთი. ხო და აი მაგას ეგ ხო აღნიშნე, რომ არასრულფასოვნები ვართ სულ ყველანი. აქ უკვე საჭიროა ჟანა ისწავლოთ, გამოიმუშაოთ თვისებები, დათმობის. ხან შეიძლება მართალი იყვე. დაუცილებელი კი არ არის ეს შენი სიმართლე, ხმლით ხმალი ამოიღო და დაიცვა. ხან საჭიროა სიჩუმეც. ხან საჭიროა უნდა რაღაცა გადააგორო, რაღაც ეპიზოდი და მერე წყნარად უთხრა. იმ მომენტში არ უნდა უთხრა. ეს იგივეა იგავების წიგნში წერია ჟანა, რომ სადაც შეშა არ არის, იქ ცეცხლიც ქრებაო. ან თუ შეუკეთებ და შეუკეთებ ამ შეშას, უფრო დიდი ხანძარი იქნება. როგორ უნდა იმუშაო ამ თვისებებზე, თვითონ თვისებებზე რანაირად როგორ მთელი თუ შეიძლება დაგჭირდეს ერთ თვისებაზე მუშაობა, მეორეზე, ეს კიდე სხვა თემაა, ხო, მაგრამ შესაძლებელი მართლა არის. ანუ შეიძლება ეგრეც არ იმუშავე, უბრალოდ აი ჩახვდი მთავარია პრინციპს და ხან შეგეშლება, ხან ისევ გამოასწორებ და არსებობს ესეთი საინტერესო სიტყვა ბოდიში, როცა შეგეშლება, რომ გამოისა შენი სინანული გამოთქვა რა, რომ აღიარო, რომ განასწორად კი არ მოიქცი, უბრალოდ ესე მოგივიდა და აღიარო ეს შენი ფაქტი. და მეორე მხარისთვის ძალიან ადვილი არის, რომ მიხვდება, რომ კი არ განზრახ კი არ გააკეთა, ნუ აი ესე გამოუვიდა და მორჩა. ხო და აი ამაზე დგას ოჯახური ის რა ქვია, ურთიერთობების უსაფრთხოება ჟანა. ზოგი ბოდის არ მოიხდის, ვაშკაც მოკაცმო. უსაფრთხოება ამაზე. მოიხატოს, აბა. ასა. ხო და ამიტომ არის ხოლმე მე ზუსტად პრობლემები და იმ დონემდე შეიძლება მივიდეს ოჯახი რო დაინგირეს და რის გამო და ვიღაცები გეუბნებიან, რომ შენი ადამიანი არსებობს რა სადღაც და აი ამის იმედით ოჯახი არ დაანგრიო, რომ შენი ადამიანის ძებნა დაიწყო იპოვო. კიდე გეტყვი ჟანა. ასეთი შედარება არის, რომ ყველა ერთნაირები ვართ მე მგონი. ეს თავისებურად არისო კარგი და ესეც კარგია. ცალ-ცალკე. მაგრამ ერთმანეთთან ვერა, ხო? აი მაგაზე საინტერესო მაგალითი მოვისმინე ადრე, რომ მაგალითად გიტარა ლამაზად უკრავს, ხო? აწყობილი გიტარა. რა ლამაზია გიტარაზე როცა უკრავს ვიღაცა რაღაც კომპოზიციას. და ასევე ძალიან ლამაზია როიალზე როცა უკრავენ, აწყობილ როიალზე. მაგრამ ერთად რო დაუკრან, ლამაზი რო იყოს, რა არის საჭირო? თან უნდა ერთ ტონალობაში უნდა იყვნენ აწყობილები. ერთ ტონალობაში. თორე თუ გიტარა ან როიალი ოდნავ სხვა ტონალობაშია აწყობილი გიტარასთან შედარებით და ერთად დაიწყეს დაკვრა, კიდაც იგივე ისა აკორდებით და ნოტებით, აი იქნება რაღაც საშინელი გაუგებრობა რა. ანუ ვერ შეერწყმევა ის ხმები და ლამაზი კი არა, ძალიან კატასტროფული რაღაც ის კაკაფონია იქნება, რო იტყვიან. ამიტომ რა არის საჭირო? უნდა გადააწყო ეს ინსტრუმენტები ერთმანეთთან შეთანხმებული ხმა რო მიიღო. ან ორივე ნახევარი ტონალობით, ერთი უნდა ნახევარი ტონალობით დაწიო და მეორე აწიო, თუ ერთი ტონალობით არიან აცდენილები. მას დაუწიე ბიჭო. ან ხო, ერთმა უნდა მთლიანად ისექნას, გადაეწყოს მეორე მხარეს. ჯობია, მე მგონი ორივე ცოტა გადააწყოს და
უკვე იდეალურ ხმაზე დადგება ეს ინსტრუმენტები, ხო? აი ეს პატარა დათმობები აუცილებელია, თორე უკვე აზრი არ აქვს. ხო. აზრი აღარ აქვს. ამიტომ შენი სადღაც ადამიანი, შენი არსად არ დადის სამყაროში, რომელიღაც უნიკალური. ხო, ვეთანხმები მეც. აბსოლუტურად რამდენი მილიარდი ადამიანიც არის. ეხლა მე და გიასაც მოგვსულია კამათი და ეხლა ვიფიქრო მე რომ გია ჩემი ადამიანი არ არის და ვიღაცა სხვა ვეძებო. აი ძალიან მაგარი ის არის მის მოგონია უაზრობა რა. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა წუთში შეიძლება ხდებოდეს ესეთი რაღაცა გია. წაკინკლავებები და რაღაცები, ხო? აბსოლუტურად ყველა წუთში. ნუ არსებობს ეხლა მეტნაკლებობაზე აღანაც თქვი, ზოგი მართლაც უჩხუბობს, რა ვიცი და ესეთი ის თუ არის, აი, მართლა გიემ რა კარგად თქვა რა და თუ ეგეც არ არის შესაძლებელი, ინგრევა ხოლმე მე ოჯახები. გეტყვი ჟანა, მყარი ფუძე გამაგრებული ოჯახი ის კი არ არის, სადაც კონფლიქტები არ ხდება. ძლიერი, მყარი ოჯახი ითვლება ის, სადაც კონფლიქტების მოგვარება ეხერხებათ და იციან. თორე უკონფლიქტო ოჯახი არ არსებობს. იმიტომ რომ გემოვნებაზეც კი დაობენ, ხო ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენ. განსხვავებულ აზრზე, ყველაფერზე. პრობლემის მოგვარება, რომელ ოჯახსაც შეუძლია ცოლ-ქმარს. აი ეს არის ძლიერი ოჯახი, თორე პრობლემები ყოველთვის იჩენს თავს ოჯახში. მოგვარება, დათმობა, მიტევება, აღიარება, უნდა ისიც შეგეძლოს, რომ აღიარო, რომ შენი ის იყო, რა ქვია, გამომოხდა რაღაც კამათი, პრობლემა. და მეორე სუადვილდება. სწავლადია ეს ყველაფერი, ხო ეგრეა გია. როგორც კი გადალახავ რაღაც პრობლემას ოჯახში. მაშინვე გული იწყებს რაღაცაი დატკბობას, მოგეშვებას, დაგავიწყდება და ხან ეს კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ კიდე უფრო ტკბილი ურთიერთობაში გადადის. ხო, რაღაცნაირად, რომ ეს მიტევება რო შეძელი, აღიარება რო შეძელი, გამოსწორება რო შეძელი, უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს შენ თვალში უკვე ეს შენი წყვილი და უფრო სხვანაირი გამოცდილებაა. კიდე ერთი გადაფურცლილი ისა ფურცელი რო იტყვიან ცხოვრებაში, რომელიც დადებითად ისტორიაში ჩაეწერა, რომ აი ეს უკვე აკინძული ტომები ცხოვრებისა არის უკვე მყარი საფუძველი იმისა, რომ ოჯახი მყარად გააგრძელებს ცხოვრებას. და უბრალოდ ტყვილი მობოდიშებები, რომელიც გულწრფელი არ არის, გაჩუმება, გადადება, არც ეს არის ძალიან კარგი სიტუაცია. ეს გავს ჟანგიან მილის გადაღებას. ლამაზად გამოიყურება ჟანგიანს რო გადაღებავ, მაგრამ ის ჟანგი ისევ ამოყობს თავს. ის ჯობია უნდა აიღო იმით, რა ქვია, შკურკას რო ეძახია, უნდა ანუ ჟანგი უნდა მოაშორო. პრობლემა უნდა აღმოფხო. ხო, პრობლემა უნდა გადაიღო თორმა, სულ გადაიღო. და მზე გამოდის. ასე რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა იდეალური არ არსებობს, მაგრამ ძალიან კარგი და ლამაზი არსებობს. არსებობს კი. გეუბნებით თუ არსებობს. მეტნაკლებად, რა თქმა უნდა. რანაირი იმაშიც მდგომარეობაშიც ვიმყოფებით დედამიწაზე ადამიანები, იმის შესაბამისად ვიძახით. ალბათ მოვა ის დროც, როდესაც უკეთესი იქნება, სრულფასოვანი, სრულყოფილი. ყველაფერი კარგად იქნება. ხო, მეტი განათლებაც არის საჭირო. რომ სწორად იაზროვნო. გაუნათლებლობა ძალიან მაგრა აფუჭებს ოჯახურ ცხოვრებას. კი. აი ეგ არის ზუსტად შენი ადამიანიო, მოძებნეო. სანამ გადადგამ ნაბიჯს, მაგებზე კი უნდა დაფიქრდე. აუცილებლად. განათლებაზე
როგორი განათლება აქვს მიღებული, როგორი ოჯახი აქვს, მშობლებთან როგორი ურთიერთობა აქვს და ძმებთან როგორი ურთიერთობა აქვს, აი ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდე. ისე უნდა გადადგა. მაგის იმჯეროს. კი, აუცილებლად. ვის მიყვები ცოლად? ვინ მოგყავს ცოლად? ამაზე კი. მაგრამ ის არ ამჯერავს, რომ ეხლა ვიღაცა მოგეწონა შეხედულობით და ახ ფრთოვანდი და უცბად ეს გატაცებაა თან. სიო, შეგიყვარდა და შენი ადამიანია და მერე უცბად 2-3 თვეში გამოჩდება და ზოგჯერ იგრევა ხოლმე ესეთი ოჯახი შის შემთხვევაში. არა. პავლე მოციქული ესეთ სიტყვებს ამბობს ჟანა, რომ ქალებს ეუბნება თან, ქალებს მისწერა კონკრეტულად. რომ თქვენი სილამაზე ნუ იქნებაო თმის ნაწნავებშიო, ოქროს რგოლებშიო, სამკაულებშიო, არამედ შინაგან დაფარული კაციო. ესე იგი, მნიშვნელოვანი რა ყოფილა ქალის ლამაზი იყოს, შინაგანი ბუნება, ხო? შინაგანი ბუნება თუ აქვს ლამაზი ქალს, კიდაც კაცს. მერე გარეგნულად რანაირადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, საერთოდ აღარ გაინტერესებს, იმდენად მაგრა გიყვარდება, კი. ყველა ქალი ლამაზია და შიგნით თუ ბუნება კარგი აქვს, ის ლამაზია. კი, ეგრეა. და თუ ბუნება არ უარგა და თვისებები, აი ის გარეთ თავიდან რო შთაბეჭდილება დაგჭა, ნაწნავებზეც, თვალები თუ რა ვიცი, ყველაფერი ერთად აღებული, იმდენად მალე დაკარგავს შენ თვალში ფასს, რომ მისი დანახვაც არ გენდომება, არამც თუ ის არა ქვია, მისი ლამაზეზე ლაპარაკი. ნახე, რა უფრო მნიშვნელოვანია პავლე მოციქულმაც რო აღნიშნა. თქვენი შინაგანი დაფარული კაცი, ანუ პიროვნება იგულისხმება. ეს იყოს ლამაზიო და არა გარეგნულად ლამაზი ვარცხნილობა და სამკაულები. ხო, მაგას ვარ აქვს ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. სამწუხაროდ ზოგი ახალგაზრდა გოგო აი ამაზე უფრო მეტად აპელირებს, რომ მაგით მოაწონოს, ხო. ბუნებით უნდა მოაწონო კაც თავი, თორე სილამაზე ყველა ქალს აქვს თავისებური. კი. ეგრეა. ბუნება არის მთავარი, თვისებები. დავიდეთ. მიყვარხარ ძალიან ჩემო გოგოებო. იმედი არის, რომ გამოგადგებათ ეს ვიდეო, ძალიან ისეთი ვიდეო რა, ქალისა და კაცის ურთიერთობა შეიძლება ამოწურული ბოლომდე ეს თემა არ არის, ვერც ამოწურავ, რა ვიცი, როგორ უნდა ამოწურო ძალიან დიდი ხანი. შეიძლება ამაზე წლებია. ხო. მაგრამ მაინც ესე თუ ისე ესე მარტივი რა თქმა უნდა არ არის ქალისა და კაცის ბუნება, ამას დიდი შრომა სჭირდება. მაგრამ თუ შრომობთ გარეგანი ნივთების და მატერიისთვის, რატო არ უნდა ვიშრომოთ ოჯახური ფასეულობებისთვის? რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, გია, მთავარი ეს რადგინდა ის მატერია მარტო. ხო? კი. ეს არის მთავარი და რავი, ზოგმა შეიძლება იფიქროს, ეხლა ეს ლაპარაკობს კარგი ქმარი ყავსო და იმიტომ რა და აბაო ეხლა ჩემსას შეხედოსო ერთიო, როგორი ღრიალა არისო და როგორი ის არისო. მე ეგეთი გოგოების მდგომარეობაში შევდივარ, არ მეწყინება ეგრე რო თქვა. არის ალბათ ადამიანის ბუნებაც, ეხლა დღეს მაგალითად გია არ წავიდა და ადექიო ჟენო მეძინებოდა და ყავა ერთად დავლიოთო და ჯერ უარი უთხარი და ხმაც არ მოიღო. და მე მომაფიქრდა, კი არა, რაღაცნაირად გული დამწყდებოდა რა, რომ წასულიყო და ერთად არ დაგვერდი რა ყავა და ავდექი. ხო და ნუ გია თვითონვე ზრუნავს ამ ყველაფერზე, ხო ეგრეა გია, რომ აი ხა ერთად დაგველი ყავა და როგორი საუბარი წარიმართა, ხო? და ვიდეოებს რო არ ვიღებდი, მაშინაც ესე ვიყავით, ჩვენ სულ ესე ვართ, ახლა უბრალოდ ჩაას ჩემი საქმეა ეს და თან ვიღებ და შეიძლება ზოგმა იფიქროს, რა ვიცი, ახლა მე სხვა სიტუაცია მაქვს.
რა გია. იმ ღრიალა ქმრებზეც არის ესეთი პატარა თქვი ხო ეგეთ იმიტომ რომ კაცის ბუნება თან საქართველოში ძალიან ბევრი ღრიალა კაცები არიან გია. და უთხარი რამე ესეთ ქალებს. ხო პატარა ის არის რა. ზღაპარივით არის რა, საიდანაც რაღაც სიბძნე უნდა ამოიღო. ნუ ერთი ქალი. არა, ძალიან უკმაყოფილო იყო, ქმარი ძალიან უყვირო და ცუდად ეპყრობოდა. და ნუ აი აღარ იცოდა რა გაეკეთებინა რა. ვერ გამოსდიოდა ურთიერთობა. და წავიდა ერთ იმასთან, რა ქვია, ჯადოქართან. და უთხრა ძალიან გეხვეწებიო რა, რაიმე წამალი მომეცი რომ ჩემ ქმარს დავალეინო, სულ ჩხუბი გვაქვს, სულ მიყვირესო რა და კი ბატონო, ვიციო მაგის წამალიო, ხოლოთო ლომის ფაფარიდან 3 ბეწვი მჭირდებაო. მე საიდან მოვიტანო? ნუ არ ვიცი აი არის ზოოპარკიო და იქ ლომი არისო და იქნებ როგორმე ამოაცალო, ხო? ნუ შეწუხებული წავიდა ეს ქალი, ძალიან უნდა ეს პრობლემა აღმოფხრას და ნუ მზად არის ყველაფერზე. მივიდა თუ არა გალიასთან, გრევეეცა ამ გალიას ეს ლომი ღრიალი დაუწყო ყველაფერი, აგრესია, ეს კბილები, ეშვები და გული რამის გაუსკდა ამ ქალს რა. ამას რანაირად უნდა ამოვაცალო ეს. ნუ იფიქრა რომ რა გავაკეთო? წავიდა და კარგი ძეხვი იყიდა, რაღაც ეს ხორცი იყიდა, რაღაც ყველაფერი და მოიტანა და ეს რო გამოიქცა ისევა ეს ღრიალი და შეუგდო ეს ის რა ხორცი ძეხვი რაღაცები, ამ ლომა დაიწყო ჭამა. მეორეთაც მივიდა კიდე მიუტანა ესეთი რაღაცეები და იმდენად აღარ ღრიალებდა ეს ლომი. მერე ბოლოს ერთოდ წყნარად იწვა რომ მივიდა. კიდე აჭამა. და ბოლოს ამ ქალთან ძალიან ახლო მივიდა და არა ძალიან ახლო გალიასთან ჩაეძინა ამ ლომს. აი ფაქტიურად ფაფარი გარეთ იყო გალიის რა. იმდენად ახლო აღარ აღიზიანებდა არც ის ქალი და არც ამ ქალს აღარ ეშინოდა და ამ ქალმა თქვა რომ აი всё დადგა ეს მომენტიო რომ ჩაეძინა თუ არა შეამჩნია და ამოაწყვიტა ეს 3 ცალი ბეწვი ლომა ვერც კი გაიგო, გახარებული გაიქცა ამ ჯადოქართან. აი მოვიტანეო და სასწრაფოდ დამიმზადე წამალიო ეხლაო. წამალი მზად არისო უკვე ამან უთხრა. კი მარა რანაირად ეხლა არ მოვიტანე ეს ისი. წადიო, ასე მოეკეცი შენ ქმარსო, როგორც იმ ლომს ეკცეოდიო. და ნახეო როგორ იქნება ყველაფერი კარგი ოჯახშიო. ხან მოფერება დათმობა დროულად ყურადღების მიქცევა. კაციც მერე რო ღიზიანდება შენი არაადეკვატური საქციელებით ოჯახში. მერე სუღრიალში გადადის ალბათ, იმასაც უკვე მეტი გამოსავალი აღარ აქვს. ბუნება ეგეთია. ანუ თქვენ ახლა როგორც თქვი შეიძლება იფიქრო თუ აი ჟანას კარგი ქმარი ყავს რა, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა ჩემზეა დამოკიდებული. გოგოებო გია როგორი არის ახლა? საერთოდ ქალებზე რა. არ არის გია ეგრე. რა თქმა უნდა, ეხლა ბუნება აქვს წყნარი, ამას სულ ამბობ და 7 ბუნების ადამიანი არის და ისა, მაგრამ ერთად ავართ და ერთად მოვდივართ და მე რო სულ ვაღიზიანებდე, ეხლა საჭმეს არ ვახვედრებდე თავის დროზე, ისე მახსოვს. გორში რო ცხოვრობდით. ერთი წყვილი რა, ჩვენი ტოლები იყვნენ რა, ისინიც და ეს კაცი მუშაობდა სადღაც, რაზე მუშაობდა გია? რემონტებს, ხო? ვიზია. დაბლა რო ცხოვრობდნენ. რემონტებზე მუშაობდა და რომ მოდიოდა სახლში, ხო გაღიზიანებული არის კაცი მაგ დროს, ახლა უნდა ვიცოდეთ ეგ რო სახლში რომ მოდის, უნდა ვაჭამოთ საჭმელი, ხო ეგრეა. ერთხელ მოვიდა ისე მაგრად ისმოდა თანხმა. ერთხელ მოვიდა პერაშკი მაქო. აჭამა. მეორეთ მოვიდა პერაშკი მაქო. მესამეთ მოვიდა პერაშკი მაქო და ისეთი მაგარი ჩხუბი მოუვიდათ. რომ აი არ ვიცი რა. ომი. არ გახსოვს გია, ომი იყო. მივხვდი ხო. მაგის გამო, პერაშკის გამო, იმიტომ რომ შენ შეიძლება ეს პერაშკი გაკმაყოფილებს ქალს. მაგრამ კაც დაღლილი რომ მოდის სამუშაოდან და ის უარი რა ქვია
მთელი დღე რო თან რემონტებზე და მძიმედ რო შრომობს, პერაში კი არ ეყოფა. თან 3 დღე, ერთხელ თან არაფერი არა თქვა, მეორედ არაფერი არა თქვა და მესამე დღეს უკვე 3 დღეა პერაში ხსმაჭმეო, ეგ მახსოვს და ეგ პერაშკივე ხლა აქედან მომაცილეო. მაგრა იჩხუბეს, ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ქალს. ეს რაღაცა მაგალითი მოვიყვანე საჭმეზე, მაგრამ მარტო საჭმეზეც არ არის რა. ოიგრია. ხო, ნუ ბევრი ნიუანსია ხო ყველაფერს ვერ ვილაპარაკებთ. ხო, ვერ ვილაპარაკებთ ყველაფერს. არის ბევრი საკითხი, რომელიც არც ისეთი რთულია, რომ გაიაზრო. შეიძლება საუბარს დრო სჭირდება. ხო. მაგრამ იმდენად ის არის, რომ ადვილი ის არის, ასახქმელი ეს ყველაფერი, რომ საერთო პრინციპები დაინახო რა ამ ყველაფერს. როგორ გაართვა თავი. არა, ანჩხლის ხალებიც რო არსებობენ, გია ესა ბიბლიაში წერია, იმიტომ რომ სხვენზე ჯობიაო ცხოვრება, ვიდრე ანჩხლის ხალის გვერდზე და ესე იგი არსებობენ ეგეთი ხალები. არსებობენ. ბუზღუნები, მინდა ეს, მინდა ის, მინდა ის. მაგრამ შეიძლება ეგრეთი ანჩხლი ხალები ძალიან საყვარლები იყვნენ თუ სწორად მიუდეგი. დაუშვი, აი ვთქვათ, ინდური ანდაზა არის. არ მაინტერესებს კაცო შენა გაქვს. კლდე რომ მოწყდებაო ინდური ანდაზა, კლდე რომ მოწყდებაო თიდანო და დაგორდება ბალახი წვებაო. და ის რო ჩაგორდება, ბალახი ისევ წამოდგება. მაგრამ თუ თავისივენაირი რაღაც ლოდი დახვდა, ძალიან დიდი შეჯახება. ანუ როგორ შეხვდები შენ იმ დაგორებულ რაღაცას, ხო, ოჯახში? ის ანჩხლი როა. შეიძლება იუმორში გაუტარო. მე სცენებიც კი მინახია ამ ფილმებში, ანიმეებში, რომ ჩხუბობს ეს ქალი და კაცს აუყვანია ხელში და ჩაეხუტა მაგრა აკოცა და მერე სხვანაირად თავდება ხოლმე ეს სიტუაცია, ხო? ანუ მიდგომებიც უნდა ისწავლო, როგორი ბუნება აქვს, ხო, შენ მეწყვილეს. საყვარელი. ხო. თორე ხო, აი ემოციები, მე შეიძლება რაღაცაზე თუ პერიოდი გვაქვს ჩვენ ქალებს ისეთი თვეში ერთხელ რაც გვაქვს ხა არ მინდა ხოლმე, ხო, დავაკონკრეტო. ზოგჯერ შეიძლება მაგ დროს ყოფილა ეგეთი შემთხვევა რაღაცაზე მიტირია. აი რაღაცა თქვა გიამ და ისე მეწყინა რომ მიტირია და მე სხვა დროს შეიძლება მაგაზე გამეცინოს ეგეთ რაღაცა ნათქვამზე გია. აი კაცებმა ამ დროს ხო იციან თავის ცოლების ამბავია რა. ძალიან უნდა გაუფრთხილდნენ მაგ დროს, იმიტომ რომ ეგ წენა, როცა თუ გულში მოგხვდა აზრი არა, ხო არ გავიწყდება, არა, მაგ დროს გათიშული ხო არა ხარ ქალი. და მაგ დროს ძალიან უნდა ქალს გაფრთხილება. უაზროდ შეიძლება იტიროს და ძალიან ეწყინოს და სხვა დღეს შეიძლება აი მოკვდეს სიცილით რა, აი საერთოდ და კაცმა ეხლა რა იცის, ხო? მიხვდი? გია. არ არის ანუ საწყენი, მაგრამ იმას ძალიან ეწყინა მაშინ და სხვა დროს არ ეწყინება. კაცი ძალიან გაუგება მდგომარეობაში ვარდება მაგ დროს. ეგრე ამიტომ კაცსაც უნდა იცოდეს ინფორმაცია ქონდეს რა არის სიტუაცია. თქვენი ქმრები მაგ დროს რომ მაგ დროს ძალიან სენსიტიურები ვართ და რა ვიცი რა, უნდა გაგვიფრთხილდნენ ეგ 3 დღე თუ 4 დღე. და ქალიც უნდა გაუფრთხილდეს მაგ დროს თავის თავს და ზედმეტი რაღაც პოლემიკა და ის თუ იცის რომ შეიძლება კამათი გამოიწვიოს. ხო. საღიაზრი ხო გრჩება მაგ მდგომარეობაში? კი, გრჩება საღიაზრი, მაგრამ ძალიან ისეთი ხარ რა, მაგ დროს აი რა ვიცი ემოციური ფონი გაზრდა. ეს ბიბლიაშიც ხო წერია გია, რომ მაგიტო წერია ქალზე, რომ სუსტი ჭურჭელია ზუსტად. ზუსტად მაგიტო. ავათა ხარ. ყოველ თვე რაღაცა პერიოდი 3 დღე თუ 4 დღე. ავათა ხარ. მაგ დროს უნდა ქალს გაფრთხილება. ისედაც ემოციურები ვართ უფრო ვიდრე კაცები. ბევრად. წავედი. აი, ზიც გამოვიდა თანთო. მიყვარხართ. თამზე მართლა. აი 4-ჯერ შეიცვალა ამინდი პირველი მარტიდანვე. დილით იყო მოღრუბლული, მერე დაიწყო თოვა, მერე გადაიღო, მერე ისევ დაიწყო მსხვილი თოვლი, ძალიან დიდი ფიფქები, მერე ისევ გადაიღო და ეხლა მზე გამოვიდა და ძალიან წვრილად თოვს. აი ესეთები ვართ. გაკოცით და დროებით.